საქართველოში ელექტროენერგია ისევ გაითიშა 2 დღეში, ეს უკვე სისტემური გათიშვის მეორე შემთხვევაა. დილით შეჩერდა მეტროსა და რკინიგზის მუშაობა, გაითიშა შუქნიშნებიც. რა იყო ავარიის მიზეზი, არც ამჯერად არის ცნობილი. ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონებში ეტაპობრივად უკვე აღდგა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ელექტროენერგია შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც. მიზეზი კი ენგურჰესზე მომხდარი ავარია იყო. ბათუმში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ვაჟა-ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაზე მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი თავდაპირველად მიკროავტობუსში ეჯახა, რომელშიც ტურისტები ისხდნენ. შემდეგ კი ხელოვნების უნივერსიტეტს. მოხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. ოკუპირებულ სოხუმში რუმინული ჯგუფი მორანდი კონცერტს გამართავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ღონისძიება 7 აგვისტოს არის დაგეგმილი. მათივე ცნობით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. უკრაინამ წუხელ რუსეთის რამდენიმე ქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა. სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში დაიბომბა სამხედრო ყაზარმა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ როსტოვშიც. უკრაინელებმა რუსეთის დასავლეთ ნაწილში ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბომბეს ენერგო და სამხედრო ინფრასტრუქტურა.